ანუ თავისი პირადი მონაცემები ავტომატურად დარეგისტრირდეს, გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც 50-დან ის აირჩევს კონკრეტულად იმ მიმართულებას, სადაც მას აქვს სურვილი რომ იმუშაოს. 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე. მიიღოს ხელფასი 500 ლარის ოდენობით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მოვახდინოთ კულტივაცია შრომის ჩვენ ქვეყანაში და ამავდროულად მივცეთ სტუდენტებს შესაძლებლობა რომ იმუშაონ. ზუსტად ესე იწყებდა კანადა, ზუსტად ესე აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატებმა. ჩვენ სახელმწიფო ეხლა ამას ვაკეთებთ და ვაჩვენებთ მაგალითს კერძო ბიზნესისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი არის სტუდენტის დასაქმება. და ჩვენ გვაქვს იმედი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კერძო ბიზნესი ჩაერთვება ამ პროექტში. 2012 წელს სავარაუდოდ გაგრძელდება უცხოენოვანი პედაგოგების უცხოენოვანი მასწავლებლების პროექტიც გაგრძელდება. ყველა ის პროექტი, რომელიც ეხლა ხორციელდება და გაგრძელდება მომავალ წელს, საერთოდ როდესაც ჩვენ საუბრობთ რეფორმებზე განათლების სისტემაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თქვენ ამ შეკითხვაზე მიიღებთ პასუხს, რომ ნებისმიერ რეფორმა განათლების სისტემაში ხორციელდება მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. ამიტომ 5 წლის ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეგმა განვითარებული და ამ 5 წლის განმავლობაში იქნება განხორციელებული ის რეფორმები. წელს იყო 42 რეფორმა, მომავალ წელს იქნება უკვე 47. რა შედეგები მოგვცა რეფორმამ? ამაზე საუბრობთ. ჩვენთვის არის განათლების ხარისხის განვითარება არის ავტომატურად მიზანი ყველა იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ ეხლა ვატარებთ. მე აქაც მინდა ციფრებით ვისაუბრო და მათემატიკა გამოვიყენო ამისთვის. საატესტატო გამოცდების შემოღებამ აჩვენა ერთიან ეროვნულ სასწავლო გამოცდებზე გაუმჯობესებული მაჩვენებლები მოსწავლეებმა აჩვენეს ვიდრე შარშა. 10 საუკეთესო მოსწავლიდან 10-ვემ ჩააბარა საბუნებისმეტყველო და საინჟინერო მიმართულებით. 50 საუკეთესოდან 32 წავიდა საინჟინერო და საბუნებისმეტყველო მიმართულებით. 104%-ით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ჩააბარეს საინჟინეროზე. ჩვენ ახლა ვიწყებთ შეფასებას იანვარში განსაკუთრებით პირველ კლასელების ინგლისურის და კომპიუტერის გამოყენებით. უკვე რაც არის გაკეთებული შეფასება, პირველ კლასელებმა, ახლა რაც ჩატარდა ოქტომბერში შეფასება, პირველ კლასელებმა, რომლებსაც შარშან ჰქონდათ პილოტის მეშვეობით დარიგებული პილოტური პროექტში დარიგებული 3000 ნეტბუკი, ორჯერ უფრო სწრაფად აითვისეს პირველი სემესტრის პროგრამა, ვიდრე სხვა ბავშვი, რომელსაც კომპიუტერი არ ჰქონდათ. ეხლა ვაფასებთ მთლიანად წავა შეფასება მთელი პირველ კლასელების ბავშვების, ვინც ეხლა ამას ვისაც აქვს ეხლა კომპიუტერები. თუ პირველ ეტაპზე ჩვენ გვყავდა სულ თუ არ ვცდები 1500 მასწავლებელი სერტიფიცირებული პირველ წელს, მეორე წელს ეს რაოდენობა გაიზარდა 3-ჯერ. და პლუს 9000 არის მასწავლებელი, რომელსაც აქვს ჩაბარებული ერთი გამოცდა. 2-ჯერ გაიზარდა მასწავლებელთა რაოდენობა, რომელიც გადის გადამზადება სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ მე არ მითქვი ეს, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს და ახლა თქვენ გინახიათ ახალი მასწავლებლის სახლი, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მასწავლებლებს დავეხმაროთ კვალიფიკაციის ამაღლებაში. ბევრი დრო დავკარგეთ სამწუხაროდ, მაგრამ ყველაფერს ახლა ვაკეთებთ იმისათვის, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია იყოს გასწრებული. კვლევა კონკრეტულად ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და ამ კვლევის მიხედვით ძალიან დაბალი შედეგები აჩვენეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაადო ეს კვლევა. მე ვიცი ეს კვლევა, ამ კვლევის შედეგები ჯერთი დავიწყოთ იმაზე, რომ შეფასებული იყო არა 2010, არამედ 2009, არამედ იყო შეფასებული 2008 წელი. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ კვლევას. ბერლინში იყო ჩატარებული ძალიან დიდი კონფერენცია, რომელშიც ყველა ქვეყანამ დაადასტურა, რომ არის სერიოზული დარღვევები, სერიოზული პრობლემა თვითონ კვლევის ჩატარების მოდულებთან. და პირდაპირ თქვენთვის უფრო ადვილი რო იყოს, მე აგიხსნით. მე არა მაქვს რაღაც გარკვეული შეთქმულებების თეორიების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეუძლებელი არის და ნებისმიერი ექსპერტი თქვენ ამის გეტყვით, შეუძლებელი არის შედარება ქართული ენის და ინგლისური ენის. ამის შედარება არ შეიძლება, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გრამატიკა აქვს ინგლისურ ენას, აბსოლუტურად სხვა გრამატიკა გააჩნია ქართულ ენას.
შედარება ისე ჯალათურად ნაჯახი რო ჩავარტყათ და უთხრათ რომ ენა და ინგლისურიც და ქართულიც ერთნაირია და ერთი მეთოდოლოგიით შევაფასოთ ინგლისური გრამატიკა და ერთი მეთოდოლოგიით შევაფასოთ ქართული გრამატიკა, მოდი ესე რომ ვთქვათ, არის სისულელე. ბერლინში ჩატარდა დიდი კონფერენცია, ეს მოხდა ნოემბერში, ზუსტად, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა იყო უკმაყოფილო, თუ რაც გაკეთდა თქვენ პიზის კვლევას. მაგალითად მოიყვანეთ პიზის კვლევა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, როგორც ჩვენი კოლეგების დიდი ბრიტანეთიდან, როგორც ჩვენი კოლეგების გერმანიიდან, სინგაპურიდან და ასე შემდეგ, რომ მოვიდა დრო, რომ სახელმწიფოებმა თვითონ მიხედონ შიდა შეფასებით ესეთ კუთხის, იმიტომ რომ არ შეიძლება შევადაროთ ქართული ენა, ფრანგულ ენას, იგივე მოდელებით შევაფასოთ ქართული და ფრანგული, ან ნებისმიერ ჩინური და ინგლისური, ერთ და იგივე მეთოდოლოგიით ვიმუშაოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ შიდა შეფასებებზე და შიდა ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, ესეთივე როგორც გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ და ჩვენი შეფასებებით დავიწყებთ ამის განხორციელებას. რაც შეეხება კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, ჩვენ იყო შეფასებული 2008 წელი, მიუხედავად ამისა, რომ 3 წელი გავიდა, ეს კვლევა ეხლა იყო დადებული, ჩვენ არ ვეთანხმებით მეთოდოლოგიას, მეთოდოლოგია არის მცდარი, რაც ბერლინის კონფერენციამ დაადასტურა. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, დიდი მადლობა. მთავარი რაც კრიტიკა მოყვა იყო ის, რომ მშობელთან შეუთანხმებლადაც შეიძლება ბავშვის გაგზავნა სანქციები. მადლობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის. სამწუხაროდ ძალიან ხშირად კეთილი პროექტი რაღაც გარკვეული ადამიანების პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე იწვევს რაღაც გარკვეულ შეკითხვებს. ისე იგი, ბატონებო და ქალბატონებო, სამტრედიის სპეცსკოლა არსებობს დაახლოებით 15 წლის განმავლობაში. ეს პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი. სამტრედიის სკოლა, სპეცსკოლა ეს ეწოდებული, ჰიპერაქტიული ბავშვებისთვის, ბავშვებს, რომელსაც აქვს დევიაციური ქცევა. არსებობს 15 წლის განმავლობაში. წელს ჩვენ სრულად ჩავატარეთ რეაბილიტაცია ამ სკოლაში. იქ ეხლა სწავლობს 15 ბავშვი. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები ქცევასთან დაკავშირებით. დევიაციური ქცევით გამომდინარე, ისინი ინტეგრაციას ვერ განიცდიან საზოგადოებაში. ეხლა, ანუ 15 წლის განმავლობაში არ არსებობდა არანაირი პროცედურა ამ ბავშვების გადაყვანის და რეალურად იყო დამოკიდებული, თქვა, სკოლის დირექტორზე და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთებთ აბსოლუტურად სხვა რამე და აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ისაუბრება ზოგიერთმა პოლიტიკოსმა. იმისათვის, რომ ეს საკითხი არ იყოს ერთი ადამიანის ხელში, კონკრეტულად სკოლის დირექტორის ხელში, შეიქმნა კომისია, სადაც შედიან ფსიქოლოგები, სადაც შედიან სოციალური მუშაკები, ანუ რაოდ ჯგუფი ადამიანების. თუ სკოლის დირექტორმა, მასწავლებელმა მიმართა ამ ჯგუფს, ჯგუფმა უნდა ჩაატაროს კვლევა, ანუ ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვთან და დადოს თავისი დასკვნა. თუ დასკვნაში წერია, რომ ჰიპერაქტიული, დევიაციური ქცევების გამო ბავშვი არ შეიძლება რომ გააჩეროს სკოლაში, ჩვეულებრივ სკოლაში და მას სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, იმიტომ რომ სამტრედიაში მუშაობენ ფსიქოლოგები. დგება საკითხი ამ ბავშვის გადაყვანის. ვეკითხებით მშობელს, გინდა რომ პანსიონზე, იქ არის პანსიონი, გინდა, ესეც სულ ეხლა არის 15 ბავშვი საქართველოში. გინდა რომ გადავიყვანოთ. მშობელი ამბობს, კი ან არას. თუ ამბობს კი, ამ ბავშვს გადაიყვანენ სამტრედიაში, იქ ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ. თუ მშობელი ამბობს არა, მაშინ ჩვენ მიმართავთ სასამართლოს და სასამართლომ იმსჯელოს, ვისი პოზიცია არის სწორი, მშობლის ან ამ კომისიის. რატო სასამართლომ და რატო არის ეს სამჯელო? მე მესმის შეიძლება მშობელს უნდოდეს გადაყვანა, იმიტომ თვითონ ვერ უვლის, შეიძლება არ უნდოდეს, მაგრამ თუ ეს ბავშვი და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას თავის კომპეტენციიდან გამომდინარე და ჩვენი პოზიცია არის ესეთი, რომ თუ ამ ბავშვის ქცევა საშიში არის სხვა ბავშვებისთვის, მაშინ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გაითვალისწინოს ან ჩვენი აზრი, ან დაავალოს მშობელს, რომ მიხედე შენ შვილს. არ შეიძლება სხვა ბავშვების უსაფრთხოების ან სიცოცხლის ფასად ჩვენ დავიცვათ რაღაც გაურკვეველი, აბსოლუტურად გაურკვეველი ფასეულობები. თქვენი თავისუფლება და ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ნებისმიერი
აქ მყოფი ადამიანის თავისუფლება. თუ ეს ბავშვი ჯოხს ურტყავს და ლურსმანს ურტყავს თავში მეორე ბავშვის და არის 12 წლის, ეს საშიშროებას უხდის სხვა ბავშვებისთვის. მშობელი ვალდებულია, რომ ამ ბავშვს გაუწიოს ფსიქოლოგიური დახმარება. ვალდებულია, რომ წაიყვანოს ექიმთან. თუ მშობელი ამის საშუალება არ აქვს, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს, რომ შეგვიძლია წავიყვანოთ სამტრიდის სპეცსკოლაში და ფსიქოლოგებთან, ექიმებთან ერთად იმუშაოთ. თუ ამას არ აკეთებს, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ახალი წლიდან ეს სკოლა არსებობს 15 წელი. 15 წელი არავის არ ახსოვდა, რომ ეს სკოლა არსებობდა. 15 წელი იმ პოლიტიკოსებს გულისხმობთ, რომელიც ეხლა მაკრიტიკებენ. 15 წელი სკოლა იყო და 15 ბავშვი ეხლა იქ არის. იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ, რომ არ იყოს ერთ ადამიანზე დამოკიდებული ამ ბავშვის გადაყვანაზე, მინისტრზე ან სკოლის დირექტორზე, ატყდა ამბავი, რომ რატო კომისია შეიქმნა. ქართული ენის სახელთან დაკავშირებით რა სტატისტიკა არსებობს, რამდენი ადამიანი მოქალაქე სწავლობს ამჟამად ქართული ენის სახლებში და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებაც მინდა კითხოთ. ბოლნისის რამდენიმე სოფელში, აზერბაიჯანულ და ლევან სოფლებში ხალხს არ აქვს ინფორმაცია და როგორ ხდება ინფორმირებულობა ამ ადამიანების, როგორ მოხდება? მე რაღაც კვლევა წავიკითხე, ახლა კვლევა რა სტატია იყო. რაც გაურკვეველი NGO-მ გამოაქვეყნა, მე ყველაზე ქსენოფობ ადამიანად მაღიარეს წლის. ეს ძალიან უნამუსობაში უნდა გადავხვიდეს, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა მე ვარ ყველაზე დიდი ქსენოფობი. ყველა რაიონში გაიხსნება სახლი, ეხლა არის 50% რაიონებში და მომავალ წელს დამთავრდება ეს პროცედურა. მე მესმის, რომ არის სოფლები, რომელიც არის მოშორებული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სოფლებშიც ეხლაც მუშაობენ ჩვენი მოხალისეები. საერთოდ ამ პროექტმა მოიტანა ძალიან დიდი შედეგი პირადად ჩემთვის, ქვეყნისთვის. შეიქმნა ახალი ჯგუფი ხალხის, რომელსაც თვალები აქვთ ანთებული და რომლებიც მიდიან იმ რაიონებში, ცხოვრობენ ჩვეულებრივ ოჯახებში და დამიჯერეთ ეს არის ძალიან რთული. როდესაც შენ დაიბადე, გაიზარდე თბილისში და მიდიხარ თბილისიდან 4 საათ ან 3 საათ სავალ გზაზე, თქვა, ჩადიხარ ახალქალაქის სოფელში და იქ ცხოვრობ აბსოლუტურად სხვა გარემოცვაში, ძალიან რთულია, მაგრამ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები წავიდნენ და მე მქონდა შეხვედრა ამათთან, დღესაც მექნება თვალები ანთებული ხალხია, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ბავშვებს მისცეს განათლება. ყველა ქართული განათლება, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, ისწავლონ ქართული, ჩვენ ამ შესაძლებლობას მივცემთ. ქართული ენის სახლებში მუშაობენ პროფესიონალი პედაგოგებიც, რომლების ხელფასი არის მარტო დანამატი 1000 ლარს ვაძლევთ, რომ იქ იმუშაონ პლუს ხელფასი იღებენ და ზოგი პედაგოგს ხელფასი აქვს 2170 ლარი, ეგეთი პედაგოგები ჩვენ გვყავს და ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, აქვს სურვილი, რომ ისწავლოს ქართული, ამას ისწავლოს. იქ არის გაწერილი 10-დან 10 საათამდე საღამოს. როგორც ეს იგივე კონცეფცია არის, მხოლოდ უფრო შემცირებული, როგორც მასწავლებელი სახლის. მასწავლებელი სახლი არის გახსნილი 24 საათის განმავლობაში და ახლა ხანს იყო ჩამოსული ავტობუსი ბორჯომიდან და ახლოთ 2 საათზე საღამოს მასწავლებლები ჩამოვიდნენ, შევიდნენ ჩვეულებრივად. მიიღეს ის დახმარება, რომელთვისაც ჩამოვიდნენ ამ სახლში. შეკითხვები გაქვთ? შეკითხვები არ. ალბათ თქვენ.